მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეში ბრალდებული სამი არასრულწლოვანი სასამართლომ დამნაშავე ცნო ალექსანდრე გაბაშულსა და გიორგი რიკაძეს 14 წლით დემეტრე ჩიქოვსკი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. არასრულწლოვანთა კოდექსის გათვალისწინებით გაბაშვილი და რიკაძე 10 წელსა და 6 თვეს მოიხდიან. დემეტრე ჩიქოვანი კი 6 წელსა და 9 თვეს. რაც მოვისმინეთ სისასტიკეზე მიუთითებს ბრალდებულებისგან სინანული არ მოგვისმენია განაცხადა საქმის მოსამართლემ. 10 ოჯახი, რომელსაც ეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის აშენების მიზნით აბანო თუბანში გონების ჩამორთმევა ემუქრება, ამბობს, რომ საცხოვრებელს არ დატოვებს. მათი ცნობით მინისტრის ბრძანებაში 5 ოჯახზეა საუბარი, სინამდვილეში კი გონების ჩამორთმევა 10 ოჯახს ეხება. ადგილობრივები საკუთარი საცხოვრებლის დასაცავად დავის გაგრძელებას სასამართლოში აპირებენ. თეირანი გავა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან თუ ლიბანზე თავდასხმები გაგრძელდება, ამის შესახებ ირანული სახელმწიფო მედია წერს. ამერიკის ომის მდივანი ჰექსეტი კი აცხადებს, რომ ირანმა ცეცხლის შეწყვეტა მუხლმოდრეკილმა ითხოვა. დათმობაზეც ამიტომ წავიდნენ. უკრაინამ ქერჩის სრუტეში რუსეთის უკანასკნელი სარკინიგზო ბორანი გაანადგურა. ქვეყნის დაზვერვის მთავარი სამმართველო წერს, რომ ბორანი ანექსირებულ ყირიმში მყოფ რუს სამხედროებს შეიარაღებით სამხედრო ტექნიკითა და საბრძოლო მასალით ამარაგებდა.